მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. ცოცხალი ვარ, ცოცხალი თქვენი ეშხით ვიწვევი. ეს არის მე-7 ეპიზოდი ირმას ხმაურის და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს ერთგულ გამომწერებს. თქვენ გვაძლევთ ჩვენს საოცარ მოტივაციას. ასევე მინდა მიმართო ჰეითერებს, ლანძღვაგინებით რომ შემოგვივარდებიან ერთი იმ დღეს მომასრო თქვენ მტერი და მოყვარე გაგერჩე და მე მოვხდე თუ გინდა. ვიღაცამ დამიწერა რომ ისაო შეურღობის მაბატე და ბოზო. დედა გადვირიე ქალი და ამდენი წელია სანთლით ვეძებ ნორმალურ ორპოტი კაკას. ხო და ვერ ვნახე. შეშინია გათხოვის და ახლა ამფერი ცოდვა შეიძლება? ითქვას. ჩემ მტერმა შეგხედა თქვენ სერიოზულად ასე რომ ხუმრობაც ძალიან მაგარია. ვიღაცას გონია რომ ჩვენ რაღაც ინტერესი გაგვაჩნია ფინანსური ინტერესი და იმიტომ ვზივართ ამ სიცხეში სტუდიაში და საუბრობთ იმ მნიშვნელოვან თემებზე რაც აქ ქვეყანაში. ეს რატო გონიათ იცით თქვენ ცხოვრებაში არაფერი ფულის გარეშე რო არ გაგიკეთებიათ. რა თქმა უნდა ჰეიტერებს გულისხმობ. თანაც რომ შემომივარდებით აი 350 ლარიანი პენსიონერი, ბიცოლები, დეიდები და ბაბიდები, ვასასები და ასე შემდეგ. ბიჭო, რას ვსაუბრობ? მილიონრებს იცავთ. არ გინდათ ღირსეული პენსია? არ გინდათ ღირსეული ცხოვრება და დაფიქრდით ახლა მე თქვენსკენ ვარ და თქვენ ეშმაკისკენ. გადავიდეთ დღეისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის უვიზო მიმოსვლის შეჩერება. ეხლა მოდი დავიწყოთ იქედან, რაში გვარგია ჩვენ უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებთან. დავიწყოთ პირველი, რომ უპრობლემოდ ევროპის ქვეყნებში მსვლელობა, მოგზაურობა ჩვენთვის იყო სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი საშუალება. რომ გადახტებოდით სამთვეობით ამ ევროპის ქვეყნებში მუშაობდით, ჩამოდიოდით, ზოგი წლობით ცხოვრობს იქ და რეიზა გეიქცა, რომ 2 კაპიკი ფულიზა შეერო ხელი, ხო? რაც ვერ ქნა აქ. ეხლა წლების განმავლობაში ემიგრაციაში რო არის თქვენი ოჯახის წევრები წასული ევროპაში, რა ქნა? ბანკის ვალი გადაიხადეთ, აქანი რო ვერ ქენით. ბავშვებს ასწავლეთ, სახლები გარემონტეთ, ზოგმა იყიდა, გარემონტეთ. იმ ქოცქვრებს მანქანები ევროპული უყიდეთ, გამოგზანეთ, მერე თქვენი გამოგზანილი ფულით აი ქოციქვრები ოჯახის სიწმინდის დღეზე ხომ მიდიოდნენ. მერე უქალობა ძნელია და მერე კალებშიც გრიალებდნენ. ამაშია საქმე. გავაგრძელებ. და ამ დროს შვილს დედა ენატრებოდა დედაშვილები და იყო იმის საშუალება რომ მართადეგებზე შვილები ჩასულიყვნენ მშობლებთან, არა აქვს მნიშვნელობა, დედა იქნებოდა, დეიდა იქნებოდა, ბიცოლა იქნებოდა და იქ ერთმანეთს ნახულობდნენ და ეს ყველაფერი გესპობათ. რა დღეშია ჩვენთან ჯანდაცვა იცით თქვენ? ჯერ ლატარია დიაგნოზი რომ დაგისვან სწორი. მერე მკურნალობა არის უმაღლეს დონეზე ძვირი. წამლები ძვირი და არის ისეთი პაციენტები, რომლებიც უბრალოდ ვერ იმკურნალებენ აქ, იმიტომ რომ არის საშუალება და ამის ტექნიკა და ამის ესე თქვა კომპეტენცია ჩვენს ქვეყანაში არა. დაახლოებით სტატისტიკით 7-დან 10,000-მდე ადამიანი ჩადის სამკურნალოდ ევროპულ ქვეყნებში. და თქვენ გადახედეთ თქვენ საახლობოს, რამდენი თქვენი ახლობელი უფასოდ გადის რეაბილიტაციას ევროპის ქვეყნებში და სახელმწიფო იქაური ქვეყნები უზრუნველყოფს ამას. ანუ ესეც გვესპობა, ხო? ესეც გვესპობა, რომ ესე თქვათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობა ჩაიტაროს ბავშვებმა, ახალგაზრდებმა თუ ასაკობლებმა, არა აქვს მნიშვნელობა. მესამე განათლება. და რა ვიცი ამ ბობოლაკოცებს თავი მოაქვს
აქანე მივიღე განათლება, იქინე მივიღე განათლება, დოქტორი, ხა ბარბარის მიხმარ ზბანტამ და без ზბანტამ და მთელი ამბები. მერე ჩვენი სტუდენტები გაცვლითი პროგრამით ბოლონის პროცესში ვიყავით ჩართული, განათლებას ღებულობდნენ პრესტიჟულ, ევროპული განათლება, ხომ ღირსეული განათლება და როდესაც ესე თქვა და გადაშლით სივს და წამოუდგებით ხოლმე თქვენ სივს, ან ზოგი წამოუწობა მის სივს, იქ ჩამოთვლილია რომ აი აქ ევროპის რომელიმე უნივერსიტეტშია ეს განათლება აქ მიღებული და ესეც გვეკეტება, ხო? ესეც გვეკეტება და კიდევ სტუდენტები ზაფხულობით გადადიოდნენ, მუშაობდნენ იქ სამ-სამი თვეობით და იმდენ ფულს აკეთებდნენ, რომ მერე მთელი წელი ყოფნიდათ თავის არჩენად. ესეც ეკეტება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ახალგაზრდებს. და ბიზნესი არ დაარტყამს ეს ბიზნეს, არ დაარტყამს ჩვენს ეკონომიკას. აბა გადახედეთ ერთი, აი თვითონ ახლა ქოცებიც ვინც ხარ და მისმენთ, გადახედეთ ზოგს მანქანები ჩამოყავთ. ხა ყველაფერს ვერ ჩამოთვლი ზოგს, ავეჯი ჩამოგაქვთ. ზოგს ტანსაცმელი ჩამოგაქვთ და უამრავი რაღაცები ჩამოგაქვთ. არ შეგექმნებათ უვიზო, ესე ვთქვათ, აი ამ გაუქმების შემდეგ არ შეგექმნებათ პრობლემები. ისევ ჩვენს ეკონომიკას და თითოეული თქვენთაგანის ჯიბეს დაარტყამს. და მოკლედ ესე არის ძალიან გრძელი. მოდი ახლა სარგებელი ასე თუ ისე ჩამოვთვალეთ და ყველაზე მთავარი ქვეყნის უსაფრთხოება. ანუ ჩვენ გამოდის რომ ვართ იზოლაციაში, გამოდის რომ დავრჩებით ჩიხში და ევროპის კარი რომ ჩვენთვის შეღებულიყო ყველაზე სტაბილური მშვიდობიანი ბანაკის კარი. ამას შეეწირა თაობები და ეს იყო ჩვენი ისტორიული არჩევანი, ხო? და გვიხურავენ კარს. ვინ შეგიშობ შენ ტალახიანი რუსული ჩექმი და გაწიკწიკებულ ქვეყანაში. და რამიზეზით ქართველი ერი უღირსად და ხალხი არ მოქცეულა. აი ვინც ჩვენი სახელით საუბრობს და ჩვენი თითოეული მათგანის ბეწყვეთს აი იმ რუსულ დაკვეთას რომ ასრულებენ მოსკოვის დაკვეთას იმათი ბრალეულობა ეს ყველაფერი და დღეს რომ გამოდიან და სულელური მანძუკი მესიჯებით კლავ ცდილობენ მოგატყუონ დაგაბოლონ რა და აი ამ შანს კარგავთ და კლავ რუსეთის წუმპე გუბერნიად ვიქცევით არ არის ეს რეალობას მოკლებული ეხლა რატომ შეგვიჩერონ შეიძლება და როგორ მივიღეთ ეს უვიზო მიმოსვლის ნებართვა. როდესაც ჩვენ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირმა დაგვიწესა, მოგთხოვა სასამართლო რეფორმის გაგრძელება, მოგთხოვა კორუფციას სამბრძოლო, მოგთხოვა სახელმწიფო ინსტანციების დამოუკიდებლობა და ადამიანის უფლებების და თავისუფლების დაცვა. წელიწადში ერთხელ ევროკომისია ამოწმებს თუ აი ამ პირობებს როგორ ვასრულებდით და რა ნახა შენ თქვენს ტერს მაგენმა რომ ნახა სასამართლო არ გვაქვს ქვეყანაში და ის არის ოლიგარქს დამოკიდებული დაიწყეს მედიების და არასამთავრობო ორგანიზაციების დევნა, დაჭერები, ჯარიმები, ადამიანის უფლებები და ფაქტიურად დემოკრატია შეცვალეთ იქ და პლუს კიდე თვალებში აფურთხენ და ლანძღავენ ევროკავშირს და ევროპის ქვეყნებს. ხო და მე მიკვირს აქამდე როგორ გაგვიჩერეს და თანაც არ დაგავიწყდეთ 5 თვეში 40 ისეთი კანონი მიიღეს დედა არ ყავს ქვეყანას. ხო და მოკლედ მე ვერ ჩამოვთვლი იმ მძიმე მდგომარეობას რაც ჩვენ ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემდეგ გვექნება და რაც ყველაზე მთავარია კიდევ ვიმეორებ სრულ იზოლაციაში ექცევა ქვეყანა რაც არის მოსკოვის დაკვეთა და ესე ვთქვათ კვტენიან რუსეთში და რატომ იმიტომ რომ ეს ერთი მუჭა რუსები რომელიც ხელისუფლებაში არიან სამწუხაროდ საქართველოში რატო ასრულებენ რუსეთის დაკვეთას იმიტომ რომ საკუთარი მილიონები მილიარდები ნაჭოჭი ნაძარსვი კორუფციით ნაშოვნი ქონება რო და თავი გადაირჩიონ და ეხლა მაგათ საქართველოს მოსახლეობა მაგათ ყველას ფეხებზე კიდია როგორ მუშაობს პროპაგანდა ხო
ეხლა იციან ხო კვლევებმა დაამტკიცა რომ 54% თვითონ ქოცების ამორჩეველიც ამტკიცებს რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ბრალეულობა არის ოცნების, ხო? და ეხლა კვლავ გამოაგორეს, ესე ვთქვათ, მესიჯები, რომელიც აამუშავეს გასული არჩევნების დროს და რომელსაც ჭამს, ესე ვთქვათ, თქვენაირი ადამიანები, ვინც იმედს და პოსტივის უყურებს. მოკლედ, კვლავ ქალი ქალია და კაცი კაცია. ნუ ხალხნო ადამ და ევადან მოყოლებული ვიცით რომ ქალი ქალია, კაცი კაცია და ეს თემა გახუნდა რა უკვე რა, გახუნდა, არ ვიცი ეს არ ჯდება არანაირ კონტექსტში, ამაზე არ უნდა მოტყუდეთ და არ უნდა წამოეგოთ. ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ თქვენ თავში. მეორე თემა ეს გახლავთ რომ ხო ეს რუპორები, ქოცბობოლა რუპორებს ეხლა ასაუბრებენ და არ ისაუბრებენ და დადასტურებენ რაფერთ სხვას. ხო იცი ხროვაში როგორა და მგელი რომელიც არ ემორჩილება ხროვაში, ან მგელი რომელიც დაუძრულებულია დასევიან იმას ახლა მაგეს ეხლა დასეული არიან ერთმანეთს და ეხლა ეს სისულელებს რომ აჟღერებენ, იმიტომ აჟღერებენ სხვა გამოსავალი არ აქვს, ქონება გადირჩინოს უნდა და იაბძლებენ თავს. რა თქვენ ისა იაბდოთ გადვირიებით დაბე. ხო და ისაო არჩევანი ევროპაში მიმოსვლასა და სუვერენიტეტ შორის რა შუაშია სუვერენიტეტის დამოუკიდებელი რომ ვიყოთ, თავისუფალი რომ ვიყოთ, იმიტომ ვინდა ევროკავშირის მშვიდობიან ბანაკში ყოფნა. აბა რუსეთმა დედა გვიდირა რომ შემოვიდა 1801 წელს იმის მერე გვიდირა. და ის წარმოიდგინე ყველა ინსტანციაში რომა. ტელევიზორ ჩართავ რუსეთია, მთავრობა ჩართავ რუსეთია, ნუ ეხლა დღეს პრემიერის ბრიფინგი ხო ნახეთ კიდე, ხო? ესე გუდიანი კაცი მოაო, პაპატრა ბაღნებს რო ვატყვევთ, ისე რო გატყვევენ რაცხა deep state-ო, რაცხა გლობალო, აღარ შემიძლია. რაც ყველაზე მთავარია კორუფციას დავამარცხებთო და მოხდებით სამეულში. ამ სამეულს გადაეკიდენ მაგრად რა. ხო და ამას ამბობს მდინარაძე, რომელიც მილიონერია ბიტკოინებით. გითხარით მილიონებს უფრთხილდებიან და თქვენ უყარეთ კენჭი და მიეცით ხმა და დეიცავით კბილებით და გიხართ საკადრისად. მოკლედ ეს მესიჯები არის ყველა თქვენს გასასულელებლად, არ გაბრიყვდეთ ერმა, რომელმაც შექმნა ვეფხისტყაოსანი და შეიძლება წერა-კითხვა არ იცოდა თავის დროზე, მაგრამ ვეფხისტყაოსანი იცოდა ზეპირად, ამ ერთ მუჭა, მანქურთებს რაფერ უნდა გააბდლებიოთ თავი. როგორ უნდა გააბდლებიოთ თავი გეკითხებით. და აი რომელ ეროვნულ ღირსებაზეა ხალხო საუბარი, ქვეყანას ღუპავს მედროვეები, დაფიქრდით ცოტა. დაფიქრდით. ამათ ყავთ სპეციალისტები დაქირავებული, შეიმუშავებენ სპეციალურად, ნუ რუსები ხო გვიცნობენ ხალხო, 200 წელზე მეტია შემოსული არიან, იციან ჩვენი სენსიტიური მხარეები და ისეთ მესიჯებს, ისეთ გზავნილებს ადგენენ, რომ ესე ვთქვათ, ჩვენ იმას წამოვეგოთ. და აი ვითომ იმას ურტყამენ. ამიტომ ყველაზე მეტი გონიერება ახლა გვინდა, რომ რაც ხდება შენ რა შედეგი დაგიდგება. მე რა რომ რუსულ პროპაგანდისტურ არხებს უყურებთ ხალხო. ხო გითხარით რომ გონიერი ვართ და უფრო მეტი მე იცინიან, ესენი რომ დაგცინიან და ესე გვატყუებენ, მე დგანან და იცინიან და 13 წელი არიან და არც აპირებენ წასვლას. აი ესენი არჩევნებით არ წავა. ისეთ ყוла რო იქაჩებიან ვიღაცები თვითმმართველობის არჩევნებზე, ვაი თქვენს პატრონს უბედურს. რა ის არჩევნებით წამსვლელია, აგერ მამა პაპური, ნაჭოჭი ქონება აქვე, დაგროვილი და კაი ცხოვრება. მეტი არაფერი არ აინტერესებთ ამას. ქვეყანას ფეხზე გიდია, ღირსებას ფეხზე გიდიათ, დამოუკიდებლობას ფეხზე გიდიათ. ერთი მიზანი აქვთ, გადირჩინონ თავი და საკუთარი ქონება. დამთავრდა. წერტილი. აუ ეს უნდა თქვა რა. იგიო ბრიუსელიდანო გვეუბნებიანო ქალი შეიძლება კაცი იყოს, კაცი შეიძლება ქალიო, მაგენიო დედამიწა მგვალიაო, გალილეო გალილეი რომ ისახოდა იმასო კოცონზე წვავდნენო, ვაიმენენა რა გვაქვს საშველსახიდებელი, დედამიწა თლამგვალი კი არა, ელიფსის ფორმა აქვს, მაგრამ თქვენ რაფერ გზიდავთ, კოცებო, დედამიწა, ცოდვით, რაფერ აი მიკვირს.
აი ახლა გლობალური ამბები მოვიხილეთ, მაგრამ რა ხდება ჩვენ სოფლებში და რა ხდება ჩვენს მუნიციპალიტეტებში? ატყობთ? ხედავთ გაყინული რომ ყველაფერი და აქაც ვიმყავს პატარა მილიონერები, პატარა მკვლეფავები, პატარა კორუმპირებულები, დედო და მამალთან შედარებით, მაგრამ ესენი წყობლები მტარია ყველაფერი. თხილია გურიაში და გუხმა ძირი. ღარიბაშვილმა რომ ხელი შეარო, თხილს ერთი 4 წლის და მის მერე ხმება. მანდარინაა და ხმება. ახლა დაიწყენ მოცვი. ხო და იმ მოცვით მე მგონი ყველას მარტო მოცვად ხომ არ ვიქცევით, ხომ? ანუ ესე ვთქვათ, ძირითადი საარსებო წყარო ამ ღარიბი გურისთვის იყო. ხო, მაგენი არ მოუშვათ ხელის, მაი მოცვის გახმება. და მოკლედ ძირითადი საარსებო იყო ციტრუსი, ძირითადი საარსებო იყო თხილი, აღარ ყავს დედა არცეც, ხო? და მე ვიცი რომ ჩემი მეზობლები დავუშვათ, გადადიან თურქეთში, გადადიან ევროპაში მუშაობენ, რომ 2 კაპიკი მიიტანონ სახლში, ხო? რომ თავი ირჩიონ. ნუ ხა დასაქმების პრობლემაც გვაქვს, ხო? ჩვენი ანტიბიოტიკის YouTube-ზე სტუდია ანტიბიოტიკის არხზე თქვენ ნახავთ ძალიან ბევრ სიუჟეტს, რომელიც მომზადებული არის იმ პრობლემებზე, რაც თითოეულ სოფელს აწუხებს: უგზობა, უწყლობა, ზოავის საშიშროება, გადათხრილი მდინარეები და ასე შემდეგ. ეხლა თუ კი თქვენ გაინტერესებთ მაგალითად ის რომ რატომ დაუგვიანეს, რადგან ბიუჯეტი გამოყოფილია, მერიამ რატო დაუგვიანა ესა თქვა სახლის გადახურვა იმ ადამიანებს ან დახმარება, რომლებსაც დაენგრათ, ხო? დითოვლობას ეს სახლები. ფაქტიურად ეხლა წარმოვიდგინე 5-6 თვეა გასული, ხო? და არანაირი დახმარება, ალბათ წინასარჩევნოთ ინახავენ. თქვენ ნახავთ უწყლობას ძალიან ბევრ სოფელში, როგორც ჩოხატაურის, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში ნახავთ ზვავ საშიშროების მქონე მოსახლეობას, რომელსაც ფაქტიურად სანამ ტრაგედია არ მოხდება, არავინ ყურადღებას არ მიაქცევს და იგიც ტრაგედია რომ მოხდება, ღმერთმა დაიფაროს, რომ ვინმე პასუხს აგებინებს თუ რა. მოგეთ ეს უამრავი პრობლემები, რომელიც გურის სოფლებში არის, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ანტიბიოტიკის სიუჟეტში. ძალიან საინტერესო სიუჟეტებში, იმიტომ რომ ჩვენ ადგილობრივით, ანუ ხალხო გადავხედოთ ჩვენ სოფელს, როგორიცაა ჩვენი სოფელი, როგორი მდგომარეობაცაა ეკონომიკური, ფსიქოლოგიური, ემოციური, ოჯახების მდგომარეობა ისეთია ჩვენი სახელმწიფოც. ეს არის პატარა უჯრედი, ხო? ჩათვალეთ რომ მინის სახელმწიფო არის თითეული ოჯახი და რომ არა სავალალო მდგომარეობა ვიცით. ფაქტიურად სოფლები დაცრილია ემიგრაციაში და ესეც უკვე პრობლემა ხდება მათთვის. მოკლედ ეხლა მე ისეთი მუქფერებში კი არა ფაქტიურად სიმართლე გესაუბრეთ და მინდოდა ამ ვიზა ლიბერალიზაციის თემა არის აქტუალური დღეს და ყველანაირად ეცდებიან ესენი რომ 31 აგვისტომდე გაუშვან ეს რუსული გახუნებული ყოვლად უსინდისო ესე ვთქვათ მესიჯები რომ თქვენ კვლავ მოგატყუოთ და ამით ესე ვთქვათ თვითონ დაიმკვიდრონ და გაიხანგრძლივონ ყოფნა ხელისუფლებაში. ამიტომ გვართებს ერთად ყოფნა, დგომა, სიმართლეს თვალი გაუსწოროთ და უნდა მივხვდეთ რომ ეს ხელისუფლება არის ჭირი. ვერ ვიშორებთ, მაგრამ უნდა მოვიშოროთ. თუ ქართველი ერი თვით გადარჩენის ინსტინქტი როცა ჩაერთვება, დავდგებით ერთად, ხანგრძლივად, გონიერად, ნებისმიერი ჭირი მოგვიშორებია ისტორიულად და ამათაც მოვიშორებთ. ვიყოთ იმედით, მაგრამ ამ მანქურთებს თავი არ მოვატყუებინოთ. დიდი მადლობა, მომავალ ჩართვამდე. მე კვლავ გავაგრძელებ ხმაურს, ჩემი მეგობრებიც, ძალიან ბევრი ადამიანი, სანამ ჩვენ ვართ, თქვენს გეშველებათ. და ჩვენ ყოველთვის ვიქნებით. ამის იმედი მაქვს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემს გამომწერებს და გთხოვთ რომ ჩვენი ხმაური გამოიწეროთ, ირმას ხმაური, სტუდია ანტიბიოტიკი, იმიტომ რომ ამ სტუდიაში თქვენ ძალიან ბევრ საინტერესო სიუჟეტებს ნახავთ ჩვენს ყოფაზე. ხოლო თუ ჩვენი სტუდია, ჩვენი გამომწერების რაოდენობა იქნება 1000, მე თქვენ გპირდებით ძალიან გრანდიოზულ რაღაცას გავრეპავ მეთქი. ხომ ვერ წარმოგიდგენიათ ეს?
კიდეც გავრებამ, კიდეც გავაჯაზებ და ქოცებსაც დედასუტირებ. კარგად ზამდებოდით.